გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ფრთხილად ვეკიდები უკრაინის თემას. ერთი პერიოდი სრულიად არაფერს ვამბობდი უკრაინაზე, საჯაროდ არ ვლაპარაკობდი, თორემ ვიწრო წრეში იცოცხლე, ძალიან ემოციური ვიყავი და ასე შემდეგ. როდესაც უკრაინელებმა ჩვენი ელჩი გამოუშვეს უკრაინიდან, ხმა არ მომიღია. იმიტომ ვიყავი ჩუმად მეგონა რომ უკრაინა თვითონ ვერ ხვდება რას ჩადის იმდენად ეგზისტენციურ ბრძოლაშია ჩაბმული მეთქი. აი გავადრო უკრაინა მოიგებს და მიხვდება რომ ჩვენ მიმართ არ იყოს სწორი, მაგრამ დრო გავიდა და არაფერი შეცვლილა. მაშინაც არ ვამბობდი ხმამაღლა არაფერს, როდესაც ზელენსკი ითხოვდა სააკაშვილის უკრაინაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას. ეს აშკარად მისი ინიციატივა არ იქნებოდა. ვინმე ევრო ან ამერიკელმა ბობოლა ბიუროკრატმა დაავალა. მიდი, სააკაშვილი გამოითხოვებოდა და ზელენსკიც ვალდებული იყო გამოეთხოვა. და ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკის სააკაშვილის ბედი ისევე აღელვებდა, როგორც მე მაღელვებს მაგალითად კოლომოისკის ბედი, იმ ოლიგარქ კოლომოისკისა, ვინც ზელენსკი თავის დროზე უკრაინის პრეზიდენტად დასვა და ახლა კი ციხეშია გამოკეტილი. ვიცი, რომ საბრალო უკრაინა არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისას. დიახ, ვიცი და ჩუმად ვარ, იმიტომ რომ ქვეყანა გამანადგურებელ ომშია. ხშირად მახსენდება ის უსამართლო ბრალდებები, რასაც უკრაინელები ჩვენ მიმართ გამოთქვამდნენ. ძალიან მიჭირს ემოციების შეკავება, მაგრამ ვიკავებ. ვიკავებ იმიტომ, რომ არ ვიცი, მე რომ ყოფილიყავი ასეთ დღეში, ან ომის მდგომარეობაში, მექნებოდა თუ არა იმის სურვილი, რომ შორეული ქვეყანა მელანძღა, იმიტომ, რომ ის შორეული ქვეყანა ომში არ ერთვება და ასე ვთქვათ, ჩემი უბედურების რაღაც მცირეოდენ ნაწილს არ იზიარებს. ერთის მხრივ ეს არაეთიკური, ამორალური მეჩვენება და მეორეს მხრივ კი არ ვიცი. იქნებდა რაღაც დაუწერელი კანონებით ომის დროს მორალი და ეთიკა გვერდზე უნდა გადადო. უკრაინის ხელისუფლება ძალიან ნაწყენია იმით, რომ ძლიერნია ამა ქვეყნისა, მის პრობლემებს ვერ წყვეტენ. ჩვენი სახით კი განტევების ვაცი მონახეს და პერიოდულად ორთქლს უშვებენ ჩვენზე. რადგან იციან, რომ ძალიან ხმამაღალ პასუხს არ გავცემთ, ვუთმენთ. რამდენიმე ახლობელი მყავს უკრაინაში, ზოგჯერ ველაპარაკები, რაღაცები არ მომწონს, რასაც მეუბნებიან, მაგრამ არ ვეკამათები. ხანდახან მორიდებით ვუსვან კითხვას, ვისმენ აღელვებულ პასუხს და ვდუმვარ. არ ვაღიზიარებ მიუხედავად იმისა, რომ მათ მონათხრობში არის ერთგვარი, როგორ ვთქვა ზრბილად, შეუთავსებლობა. შეუთავსებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შეიძლება უნებლიე სხვისგან ითხოვენ იმას, რასაც თვითონ არ აკეთებენ. ერთი მათგანი კიეველია და როგორც კი ომი დაიწყო, მეუბნებოდა, მიდით ქართველნო აფხაზეთი დაიბრუნეთო. მეუბნებოდი, რომ ამის რესურსი არ გვაქვს. არც იარაღი, არც ამხელა ჯარი და როგორ დავიბრუნოთ, მაინც მიდით ომიო. იმ კიეველის ორივე შვილი კომფორტულ ამერიკაში ცხოვრობს და ომის დაწყებისას ახალგაზრდები ებრაელების მსგავსად თვითონავში არ ჩასხდნენ და არ წამოვიდნენ უკრაინაში სამშობლოს გასათავისუფლებლად. არც მამა აძალებდა, დაბრუნდი ჩვილებო, ქვეყანა გვენგრევა თავზეო. და მე კი სულ მეკითხებოდა, რატომ არ ომობთ ქართველებიო. მეორე მეგობარი კი ომის დასაწყისში ყვიროდა, რომ თოფს ავიღებ და რუსებს შევაკოდებიო. სულ მეგონა, რომ საბრძოლოდ წავიდოდა, მაგრამ არ წავიდა. და კიდევ კარგი, რომ არ წავიდა. არ ვიცი, რამდენად მართლა აპირებდა წასვლა, შეიძლება უბრალოდ ემოციებზე იყო. ისიც მეკითხებოდა პერიოდულად, რატომ არ მივდივართ რუსეთის ასაღებად? ახლა ხომ ამისთვის ყველაზე კარგი დრო არისო. გავიდა 3 წელი. დღეს მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მისი შვილია, 24 წლის ბიჭი, რომელმაც 9 წლის წინ სამხედრო უწყება მიიღო და როგორ გონიათ,
ამან გაუშვა შვილი ომში? არ გაუშვა. მალავს ბიჭს ბინა ქალაქის განაპირას უქირავეს და ბიჭი სახლიდან არ გამოდის. დიახ, საერთოდ არ გამოდის სახლიდან, რადგან რომ გამოვიდეს, შეიძლება ტეცეკაშნიკებმა დაიჭირონ. გინახავთ ალბათ კადრები, როგორ იჭერენ და როგორ მიათრევენ ტეცეკაშნიკები ადამიანებს, მიათრევენ ომში. ეს რომ მომიყო, მაინც არაფერი უთხარი. არ ვკითხე კი, მაგრამ აკითობს დავიჭერ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ ოღონდ რუსეთის ქვეშ არ გაწვეს უკრაინაო. სამყაროსავით ძველი ამბავი მეორდება. იბრძოლონ სხვებმა, მე კი შევაგულიანებ. იმედია ეს საშინელება ადრე თუ გვიან დასრულდება და აი მერე კი ამოვიღებ ხმას, მაგრამ ახლა ვდუმ ვარ, მხოლოდ თქვენ გელაპარაკებით მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით